დამოუკიდებლობა ატყდება თავს ისე რომ ქვეყანა მზად არ არის ამისთვის. მე გულისხმობ იმას რომ კი იყო აქ ძალიან მრავალრიცხოვანი მიტინგები, მოძრაობა, მაგრამ თვითონ ეს აქტი არ მოხდა ქვეყანასთან შეთანხმებით. მოხდა გარე მიზეზებით, ეს ვიცით როგორც მოხდა. შევარდნაძე ჩამოვიდა ფაქტობრივად რეალურად ანარქიის პირობებში, ხო, სამოქალაქო ომის და ანარქიის პირობებში და წესრიგის, ესე ვთქვათ, დამყარება ძნელიც იყო და ცოდნაც არ იყო იმისი, როგორ უნდა ყოფილიყო ეს წესრიგი, იმიტომ რომ ის ძველი წესრიგი ცხადი იყო, საბჭოთა კავშირის დროინდელი ვერ იქნებოდა და ვერ აღდგებოდა და ახალი წესრიგი, დემოკრატიული წესრიგი, დამოუკიდებელი საქართველოს წესრიგი, როგორ უნდა ყოფილიყო, არც შევარდნაძეს ჰქონდა წარმოდგენა და შეიძლება არც არავის. ხელისუფლების ძირითად საფუძველს ქმნიდა შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც მან მოიპოვა საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდში. მისი დაბრუნება საქართველოშიც სწორედ ამას ეფუძნებოდა, იმიტომ რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ, არ ყავდა შევარდნაძეს იმდენი მოყვარული და მხარდამჭერი საქართველოში, რომ მას მყარი ხელისუფლება ჰქონოდა, მაგრამ სწორედ ამ საერთაშორისო ავტორიტეტის გამო მან შეძლო შიდა სახელმწიფოების კონცენტრირება და ერთგვარად საფუძვლები ჩაუყარა მაშინ ქაოტურად არსებულ გაერთიანებას, რასაც საქართველოს რესპუბლიკა ერქვა. და სადღაც 95-დან 97 წლამდე იყო პროგრესი. და 97 წელს შეიძლება ითქვას 97 წლიდან უკვე სადღაც ქვეყანამ აი ეს ამოწურა ეს ვთქვათ პროგრესის რესურსი და ჩაეფლო ბოლომდე უძრაობის ხანაში უშუქობა არა მხოლოდ არამედ უპერსპექტივო უშუქობა საერთოდ ვერ გაიგებდი როგორ მიდიოდა შუქი, როგორ მოდიოდა შუქი. კორუფცია იყო ხემით ტერფამდე. ქუჩაში, კანტორაში, სამინისტროში ან იყო სიბრიყვე, ან იყო კორუფცია. საქართველოში ის იყო ყოფილი ცეკავდივანი, რომელიც თქვა ჩინაგან საქმეთა მინისტრობიდან მოვიდა ამ რესპუბლიკის მეთაურობამდე და საკმაოდ მკაცრ, ასე ვთქვათ, პოლიტიკას ატარებდა, ზოგჯერ სასტიკსაც. და დასავლეთისთვის და მსოფლიოსთვის ის იყო გორბაჩოვის თანამებრძოლი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიზაცია მოახდინა. ის ჩამოვიდა როგორც მსოფლიოში ცნობილი შევარდნაძე. რეპუტაციის გამოსწორება მსოფლიოს თვალში მას არ ჭირდებოდა, მისი ეს დამხვრეტის როლი მსოფლიოში უცნობი იყო. ეს საქართველოს მიცოდა მხოლოდ მისი ეს სახე. და ის რეპუტაციის გამოსწორებას კი არ ცდილობდა, ახლად შეძენილი დემოკრატიის რეპუტაციას უფრთხილდებოდა და არ უნდოდა თავის ძველ რეპუტაციას დაბრუნებოდა, რომელიც მანამდე ჰქონდა საქართველოში. შევარდნაძე ბევრი თვალსაზრისით პროცესებს ბოლომდე ვერც აკონტროლებდა და არც აკონტროლებდა, იმიტომ რომ ის თავის დემოკრატიის იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდა. და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, რაიმე რეპრესიულ მოქმედებებს, რომელსაც შეიძლება მოელოდნენ კიდეც მისგან, ხო, არ ატარებდა. შევარდნაძე და კორუფციას ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული თემები იყო ის, რომ შევარდნაძე ფულს იღებდა მას ვერავინ ვერ დამარწმუნებს, მაგრამ მის გარშემო რაღაც ჯგუფები, რა თქმა უნდა, ამით სარგებლობდნენ. ფულად საკრეტო პოლიტიკა, რომელიც შევარდნაძემ განახორციელა გარდაცვლილი დვალიშვილის მეშვეობით, ეს იყო ფაქტიურად მეთოდი, ესე ვთქვათ, გასვარე და აკონტროლე. აი 26 პარტიიდან, რომელიც პარლამენტში იყო წარმოდგენილი, ყველას ჰქონდა თითქმის უიშვიათესი გამონაკლისების გარდა კრედიტი გატანილი. ეს კრედიტი არაფრით არ იყო უზრუნველყოფილი. ადამიანი რომ კრედიტს გამოიტანდა 6 თვეში მას შეეძლო იმ თანხის ერთი მეოცედით ეყიდა იმდენივე რუბლი თუ შემდეგ კუპონი
რომელთაც მას შეეძლო დაებრუნებინა ძირითადი თანხმად და პროცენტით. და მართალი ყოფილიყო კანონის წინაშე და ამ დროს 90% ამ თანხისა და ჩაედო უბრალოდ ჯიბეში. თვალიშვილი ამ კრედიტებს რეკომენდაციის გარეშე არ გასცემდა და უნდა ყოფილიყო რეკომენდაცია მაღალი თანამდებობის პირის. და ვინ რა კრედიტზე იყო რეკომენდატორი, ეს ჰქონდა თვალიშვილის თავის ცნობილ დღიურში, რომელიც მისი გარდაცვალების დღეს თავი მოიკლა თუ მოკლეს, მე დღემდე არ ვიცი, მაგრამ იმ დღეს ის დღიური გაქრა. მე სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს დღიური არ გამოიყენებოდა იმ 26 პარტიის თუ მათი უმეტესობის საკონტროლოდ. იმ ტიპის ენერგოდერეფნის შექმნა, რაც საქართველოში შეიქმნა შევარდნაძის დროს, არის ჩვენი ყველა უბედურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი და თავის სხვა მომენტებთან ერთად. იგი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მას უნდა სცოდნოდა საბჭოთა კავშირის და თუნდაც უკვე დასუსტებული და სუსტი რუსეთის შესაძლებლობები. მან ვერ მოახერხა აქ ინტერესთა დაბალანსება და მივიღეთ ყველაზე ცუდი ვარიანტი აზერბაიჯანული ენერგორესურსების გატარებით ჩვენ გვაქცია რუსეთის აგრესიული დამტკმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად. რა თქმა უნდა, აქ არის რუსეთის უდიდესი შეცდომები და გარკვეული დანაშაულებრივი მომენტები საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ იცით რა, დიდ ქვეყნებს, ორმაგი სტანდარტის ქვეყნებს, დიდ მოთამაშეებს არავინ არაფერს არ უთვლის. ჩვენ გვითვლიან და ჩვენ ვაგებთ ამას და შევარდნაძეს მოეთხოვებოდა ამის ცოდნა. ამაშია საქმე. შეიძლება ამ ტიპის შეცდომა დაუშვას ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, ზვიად გამსახურდია მინდა ვახსენო, შეიძლება ასეთ კაცს დაემართოს, მაგრამ შევარდნაძეს ეს არ უნდა დამართოს. შევარდნაძე ხელს უწყობდა ასე ვთქვათ, დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანების მის ახალ პოლიტიკურ ძალაში მოზიდვას, როდესაც მოქალაქეთა კავშირი ჩამოყალიბა, როგორც საკუთარი პოლიტიკური გუნდი, საკმაოდ ჭრელი პოლიტიკური წარმონაქმნი იყო და სხვადასხვა ადამიანები იყვნენ იქ. მაგრამ თავიდანვე მან აქცენტი გააკეთა სწორედ ჯვანიას გუნდზე, ანუ მწვანეთა პარტიის ბირთვზე. მისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისიც, რომ თქვა, მწვანეთა პარტია ეს ევროპაში ცნობილი პოლიტიკური ძალა, რითაც რა თქმა უნდა, სხვა დაჯგუფებების უკმაყოფილებას იწვევდა. ჟვანია გახდა გენერალური მდივანი მოქალაქეთა კავშირის, მან დატოვა მწვანეთა პარტია და მთელი მწვანეთა პარტიის ძირითადი გუნდი გადავიდა მოქალაქეთა კავშირში და მოქალაქეთა კავშირში გახდა, ასე ვთქვათ, წარმმართველი და ხელმძღვანელი ბირთვი. მას რა თქმა უნდა პირადი კონტაქტებიც ჰქონდა დასავლეთში, მაგრამ პოლიტიკოს და ის თაობა, რომელიც შევარდნაძეს იცნობდა და რომელთაც შევარდნაძე იცნობდა, ტოვებდა მაშინ ასპარეზს, სხვა თაობა მოდიოდა და მასაც ესმოდა, რომ თაობათა გარკვეული ცვლა საქართველოშიც უნდა მომხდარიყო. ზურა იყო ევოლუციური ფიგურა და არ უყვარდა ძალიან რადიკალური ნაბიჯები. ჟვანია არ იყო კარიერისტი ტიპი. და ეს იყო, ჟვანია იყო მეცნიერი კაცი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო იდეალისტი. მას მიაჩნდა ისევე როგორც მეც და ბევრ ჩემ მეგობარსაც, რომ აი დასავლეთში იმ პერიოდში ხა შავ-თეთრი სამყარო აღმოჩნდა ჩვენ წინ და მას მიაჩნდა, რომ აი იქ არის დემოკრატია, იქ არის თანასწორობა, თავისუფლება და ასე შემდეგ და ეს არის რაღაცა ეს კამელოტის სამეფო, გაიგე, რაღაც კარგი ადგილი და ჩვენ იმას უნდა შევუერთდეთ და მან როდესაც თქვა, რომ მე ვარ ქართველი, მაშინ სადღაც მე ვარ ევროპელი. ის მართლა გულწრფელად ფიქრობდა, რომ ევროპა არის აი რასიზმისგან დაცლილი რაღაცა ესეთი ნათელი წერტილი კაცობრიობისთვის. რაღაც წილად ესეც იყო არა და ესეც არის რაღაც დღესდღეობითაც ევროპაში მიდის ბევრი ხალხი. ჟვანიას ამის ჯეროდა. ის მაინც უფრო სამეცნიერო გზით მიდიოდა და დიდი მოულოდნელობა იყო ჩვენთვის, ოჯახისთვის, რომ მან უცებ გადაწყვიტა მწვანეთა მოძრაობის შექმნა, შემდეგ მწვანეთა პარტიის შექმნა. და თავიდანვე, როდესაც ის ქმნიდა მოძრაობას და პარტიას, ეს იყო ორიენტირებული, ასე ვთქვათ, საქართველოს ინტეგრაციაზე ერთიან ევროპულ ოჯახში. ამის ერთ-ერთი გამოხატულება ის არის, რომ ძალიან კარგი კონტაქტები დაამყარა ევროპელ მწვანეებთან და იმდენიც კი მოახერხა, რომ გახდა ევრომწვანეების თანათავმჯდომარე, რა. სრულიად ახალგაზრდა ასაკში, არა მახსოვს, ალბათ იყო 25 წლის, 26 წლის, სრულიად ახალგაზრდა ადამიანი.
და ესე ნაბიჯ ცდილობდა დაემკვიდრებინა ის თავისი პრინციპები, ის ღირებულებები, რომელიც მას გააჩნდა, ცდილობდა ამის დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში. ზურამ მოახერხა და მოიკრიბა უფროსი თაობის უგანათლებულესი, ძალიან განათლებული ფენა, რომელიც ჰუმანიტარული ფენა იყო, მაგრამ ამავე დროს ტექნიკურ მეცნიერებებშიც ჰქონდა გარკვეული ძირები. მერე მოხდა მისი ტრანსფორმირება ნომერ პირველ პროდასავლურ პოლიტიკოსად. ჩვენ გადავჭით. და პირველი პარტნიორი თვითონ ამერიკელებისთვის ვაშინგტონში. მე იმ პერიოდებში მუშაობდი სახელმწიფო დეპარტამენტშიც და სხვა ორგანიზაციებშიც. ერთ-ერთი პირველი პარტნიორი და ყველაზე მთავარი პარტნიორი იყო ჟვანია საქართველოსთან. რა თქმა უნდა, შევარდნაძეს თავისი კავშირები ბეიკერთან და ასე შემდეგ ჰქონდა, ამაზე ორი აზრი არ არის, რომ შევარდნაძეს ძალიან აღიარებდა დასავლეთი და თვლიდა აღმოსავლეთ ევროპის განმანთავისუფლებლად და ასე ვთქვათ, თავის კაცად. მაგრამ შემდგომში უკვე, როდესაც ჟვანია წამოვიდა, ჟვანია უკვე სხვა ტიპის ლიდერად წარმოჩინდა, რომელიც დასავლეთს თავისივე ენაზე ელაპარაკებოდა. აქედან გამომდინარე, მოხდა ძალიან საინტერესო ეს ტრანსფორმაცია მემარცხენე ცენტრისტიდან, მემარცხენე რომანტიკოსიდან, ჟვანია ნელ-ნელა იქცევა ცენტრის პოლიტიკოსად, პრაგმატიკოსად, უკვე იწყებს ნატოს იდეების მხარდაჭერას და ნელ-ნელა მარჯვნივ მოდის, ასე ვთქვათ, ცენტრისკენ. და ამერიკელები კიდევ იწყებენ პირდაპირ ფსონის დადებას ჟვანიაზე. და ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა შევარდნაძის მხრიდანაც, ვერ გამოიკეთა სხვა გუნდი, ესოდენ ორგანიზებული, თქვათ, გავლენის მქონე, შიდა ორგანიზებულობის მქონე, დასავლეთთან კავშირის მქონე, რომელიც გაუწევდა კონკურენციას ჟვანიას გუნდს. ვერ გამოიკვეთა, შეიძლება შევარდნაძეს უნდოდა კიდეც, მაგრამ ასეთი გუნდის ჩამოყალიბება და ფორმირება ვერ მოხდა. ესე რომ დიდი ალბათობით მოვლენათა არარევოლუციური და მშვიდი განვითარების პირობებში, თუ კი არ მოხდებოდა ჟვანიას გუნდის დაპირისპირება შევარდნაძესთან, შევარდნაძე გადააბარებდა ხელისუფლებას სწორედ ამ გუნდს. ამიტომ სააკაშვილისთვის ჟვანიას არსებობა და ჟვანიას ცოცხლად ყოფნა იყო მუდმივად პოლიტიკური სასიკვდილო საფრთხე ძალაუფლების დაკარგვის. საელჩოში ვიყავი თორსტები ვაშინგტონში და სააკაშვილმა დარეკა და გიგას ელაპარაკებოდა თორსტებ მახარაძეს და მე გიგა მომცა ყურმილი რომ მიშას უნდაო შემთხვევით რაღაც თქმაო და მე ხა ამით შეესო და სამშობლოს უნდა ვემსახურო. ხო და როგორ აგეთ შეესმეთქი ვაშინგტონში ხარ მეთქი? არა, ზურამო ციეში ჩამწერაო და მოხდიო, მოკლედ მოიგო, მაგრამ მოქალაქეთა კავშირმაო და მეც მოხდიო და უნდა ავიბარგო. ხა წავიდე საქართველოში და ვანებებო აქ. დოქტორანტურას თავსო და მაშინ მე მახსოვს რომ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და რა გინდა რომ გიჟი ხარ შენ რა გინდა იქ წავიდი. ანუ მიშა ჩამოვიდა როგორც პრინციპში გარე პერსონა მის გუნდში 95 წელში მიშა თორსტები ადრე იგივე თედო პაატაშვილის პარტიასთან თანამშრომელი, მანამდე კი საერთოდ კიევში იყო და ამ თავის ამ კგბ-ს სკოლებში და ემებში სწავლობდა და არ ეცალა მაგას ეროვნული მოძრაობისთვის. ეროვნული მოძრაობის დროს თვითონ მაგ დროს სააკაშვილი კიევში იყო და საზღვარზე მსახურობდა და რაღაც თელესეთი ამბები ემზადებოდა თავის საერთაშორისო კარიერისთვის. სააკაშვილი როგორც ასეთი პოლიტიკაში ჟვანიას დამსახურება იყო სააკაშვილის მოყვანა, უფრო მეტიც მე აბსოლუტურად ზუსტად ვიცი რომ იყვნენ ჟვანიასთან ადამიანები მის გარემოცვაში, რომლებიც მას ურჩევდნენ რომ მაინც და მაინც ამ ადამიანისთვის დიდი თავისუფლებები არ მიეცა, თუმცა სერიოზულად მაგალითად 96, 97, 98 წლებში ჟვანია არ აღიქვამდა, ასე ვთქვათ, სააკაშვილის პერსონას და მის ფიგურას. ამ კარიერის ომში მიშასთვის ეს არის მაკიაველური ბრძოლა ძალაუფლებისთვის. თან ამავე დროს ძალიან ნიჭიერი ტიპია. მიშა რომ მართლა იდეინი იყოს, ასე ვთქვათ, მაშინ იქნებოდა სოფლიო პროლეტარიატის ლიდერი. იმიტომ რომ აქვს თვისებები ისეთი, რომ აი ღარიბი და ხატაკი ადამიანისთვის მეც მეგონა ხმაც მიმიცია მისთვის ამის გამო რამდენჯერმე
რომ ეს ტიპი მართლა ზრუნავს ღარიბებზე და გატაკებს. და ამ დროს მე ყველა ღარიბი და გატაკი მოტყუებული გამოდიოდა ნებისმიერი მისი არჩევნების მერე. სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ეს კგბ-ს ოჯახიდან მოდის და ასე ვთქვათ, კგბ-ს განათლება აქვს მთლიანად მიღებული, მარტო ფიგურად აღიქვებოდა, იმიტომ რომ ახერხებდა იმიტაციას, ვითომ ნამდვილი აჯანყების. დედამიწას არ უყვარდა ეგეთი სიაბანდი პიარი, ასე ვთქვათ, ეს რაღაც მოჩვენებითი პიარი არ უყვარდა. და ზურა უკვე მაგ დროს უკვე სპიკერი იყო და მიშა ამ დროს ბურღავდა თავის გზას ამ პოპულარობისკენ და მიდიოდა და ხალხში დადიოდა ხმა, რომ აი სააკაშვილი ჩამოვიდა ქუჩაში დადის, ხალხთან ერთად ჭამს, რაღაცა უსახკაროებთან ერთად მიდის და იმათ ეხმარება და ასე შემდეგ და რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ აი თვითონ ზურას შიდა წრეში ვინც იყო, არა მისი ახლობელი მწვანე, ყოფილი მწვანე მეგობრები, მათში გაღიზიანებას იწვევდა და ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს უცოტა მაგარი ვერ არისო რა, მეტი ჩარა არისო, მაგარია რაღაცა ეს პიარისთვის აკეთებს ყველაფერს. ამ ტიპმა მოახერხა ზურას შემადგენლობაში, აი ამ პოპულიზმის ძალიან დიდი ენერგიის და საკმაოდ მოხერხებულობის და ამ ქარიზმატიული მომენტების ხარჯზე ერთ-ერთი მთავარი ლიდერის პოზიცია დაიკავა. თუმცა ზურას თვითონ ვერ ჯობნიდა. 2001 წელს მე მახსოვს ძალიან კარგად ეხლაც ის ტექსტი, რომელთაც გადადგა მიხეილ სააკაშვილი, რო თქვა უზნეობად მიმაჩნია პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში დარჩენა, აი ჩათვალეთ, რომ 2 მილიონმა ან 3 მილიონმა რამდენი ვიყავით ამორჩეველი, აი ესე გული მოიფხანა. ეს რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო პროფესიონალიზმი და ის შეიძლება რა ვიცი ზნეობაზე მას ძალიან თავისებური წარმოდგენა აქვს. მაგრამ მან ზუსტად იცოდა იმ დროს რისი გაგონება უნდა და საქართველოს მოსახლეობას. მე მახსოვს მთავრობის გაფართოებული სხდომა შენ კარგად გახსოვნება, რომელზეც ასევე ესწრებოდა სააკაშვილი და თქვა, რომ აი ეს თითი გადაავლო შევარდნაძის მინისტრებს და თქვა, რომ აი ეს ნაგავი უნდა მოშორდეს საქართველოს. რომელი მინისტრების და რომელი თანამდებობის პირების სახლებია ეს ყველა. ეს იყო ის სიტყვები, რასაც ქართველი ხალხი ელოდა 11 წელი. როცა წავიდა აქციაზე ნაციონალური მოძრაობა ბათუმში, თბილისიდან კოლონა, რომლებიც ასლან აბაშიძემ სანიმუშოდ დაათეთქვინა, გახსოვთ ეს მოვლენა, თქვენ სამარცხვინოთ და გეგონება სადღაც უცხო ქვეყანაში იყო ეს ხალხი გადასული, გამოაბუნძულეს იქიდან თავპირ დამტრეული. მე მახსოვს იმ საღამოს გამოვიდა ოპოზიციის ლიდერები და იყო ასეთი განცხადებები, რომ ორივე მხარეს მოუწოდებთ ჩვენ გონიერებისკენ და არ შეიძლება ასე და გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რომ აი ეს საფაშო ბათუმში უნდა დამთავრდეს და ის იჯდა მაშინ თბილისელების გულში. ის მიხვდა რა იყო ხალხის განწყობა. თქვენ გონიათ თბილისელების განწყობა მაშინ იყო, რომ ორივე მხარეს სიდინჯისკენ მოუწოდებთ. მე როდესაც ქობულეთში მივდიოდი ზღვაზე და იქ მაჩერებდნენ და სამარცხვინო დამოკიდებულება რასაც აკეთებდა იქაური პოლიცია თბილისელების მიმართ, ეს იყო გულის ამრევი ყველა თბილისელებისთვის და ეს მაგალითი მოგიყვანეთ, რომ ვერ ამოიცნეს ეს სხვა პოლიტიკოსებმა. სააკაშვილმა ეს განწყობა ამოიცნო. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ის მიდიოდა რადიკალიზაციისკენ. ის ამას ხელოვნურად აკეთებდა, აბა ბათუმში რო ჩავიდოდა, რომ ცემდნენ ეს მოულოდნელობა კი არ იყო. სხვა პოლიტიკოსები ვერ ბედავდნენ. სხვა პოლიტიკოსები რას აკეთებდნენ წლების მანძილზე, ხო იცი, ასლანთან ჩადიოდნენ და თხოვდნენ, რომ ასლან 500 ხმა გამიკეთე, ასლან 700 ხმა დამიწერე. ეს იყო. აჭარაში ოფისი არ ქონდა არც ერთ პარტიას და რა თქმა უნდა სააკაშვილი წავიდა გამწვავებაზე და მას ზუსტად იცოდა ეს რითი დამთავრდება და სხვა შორის ამიტომ თვითონ არ წავიდა, სხვები გაუშვა ბათუმში. ჟვანია და სააკაშვილი ეს იყო ის ჯგუფი, რომელზედაც ეყრდნობოდა მთლიანად შევარდნაძის ხელისუფლება, განსაკუთრებით მისი მმართველობის შუა და ბოლოსწინა პერიოდში. ეს იყო ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი, როგორც მათ უწოდებდნენ, თუმცა რეფორმა გამოიხატებოდა მხოლოდ ერთ რამეში, ჩაენაცვლებიათ სხვა უფრო კონსერვატორული ჯგუფები და ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ნაკლები კავშირი ჰქონდათ დასავლურ ლობისტურ ჯგუფებთან. და ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, სააკაშვილისა და ჟვანიას ჯგუფი ქმნიდნენ რაღაც წარმოდგენებს შევარდნაძის უკვე პირდაპირ ვთქვათ პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიურად ხრწნისაკენ და გახსნისაკენ მიმავალ ხელისუფლების შესახებ. თქვენ გახსოვთ ცნობილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რომ შევარდნაძე დაბერდა, გახსოვთ ის კრიზისი, რაც გამოიხატა რუსთავი ორში უშიშროების სამინისტროს შესვლაში და შემდგომ მთავრობის გადადგომაში. გადადგა ჟვანია, გადადგა მთელი მთავრობა და ფაქტიურად დაპირისპირება შევარდნაძესა და ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა ჯგუფს შორის უკვე ღია
ხასიათი მიიღო. შევარდნაძეს ამოეწურა კონსტიტუციური ვადა, არჩევის მეორე ვადა, კონსტიტუციური ვადა და უკვე იცოდნენ, რომ შევარდნაძე ვეღარ მოვიდოდა ხელისუფლებაში და მას უნდა ძალაუფლება გადაეცა სხვისთვის, სწორედ სააკაშვილის გუნდმა დაისახა მიზნად, რომ ეს სხვა უნდა ყოფილიყო აუცილებლად თვითონ და მისი გარემოცვა. თუმცა ყველანაირი კვლევებით, შიდა კვლევებით, რომელსაც ისინი ატარებდნენ და საერთაშორისო კვლევებით, რომელსაც მათი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებდნენ, ნათლად ჩანდა, რომ სააკაშვილს და მის გუნდს არ ჰქონდა საზოგადოებაში მხარდაჭერა, საზოგადოებაში არ ჰქონდათ ესე ვთქვათ იმიჯი, ისინი არჩევნების გზით ვერ მოვიდოდნენ და ერთადერთი გზა, რითაც მათ შეეძლოთ, რომ ძალაუფლება ხელში აეღოთ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალება. ყველაფერი დაიწყო იუგოსლავიის ომიდან. მილოშევიჩის იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს ომი, ცნობილი ამბავია. მაშინ მოხდა აპრობირება მეთოდის რეჟიმის ცვლისა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ დაიბადა იდეა ამ მეთოდის ტირაჟირებისა. ოღონდ რატომ მოხდა ამ მეთოდის გამოყენება საქართველოში ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ შევარდნაძე მილოშევიჩთან შევარდნაძის შედარება დასავლეთის თვალსაჩინო არ შეიძლება. შევარდნაძე არ იყო მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი. ნატო საქართველოს ომი არ მიმდინარეობდა. გაუგებარი იყო, რატომ უნდა განხორციელებულიყო ეს ასეთი ტიპის ქვეყნებში, თქვათ. ესე იგი, ჩანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფცია, იმიტომ რომ ეს ესე ვთქვათ, არ ჩანდა ფინანსთა სამინისტროში კორუფცია, არ ჩანდა ენერგეტიკის სამინისტროში კორუფცია, არ ჩანდა ეკონომიკაში კორუფცია და არადა იქ იყო ეს. თქვენ გახსოვთ ამ ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფის შეტევა მხოლოდ და მხოლოდ იმ მინისტრებზე, რომლებიც მათ არ აწყვდათ პოლიტიკურად, თორემ საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მათი იყო და გინახავთ მაჭავარიანზე შეტევა, რომელიც 800 მილიონს კრებდა და მეც ვერ კრებდა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. ესე იგი, დაახლოებით თუ ბიუჯეტი იყო 8 მილიარდიანი, 8 მილიარდს 800 მილიონი რო გამოვაკლოთ, ეხლა უტრირებას ვაკეთებდა ციფრებს, დაახლოებით 7 მილიარდ 200 მილიონი დიოდა კორუფციულ სქემებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მათივე ახალგაზრდა მინისტრი. ამ ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფს არანაირად არ ეწყობდათ კორუფციასთან ბრძოლა, რადგან მათ არ აწყობდათ სხვისი ბრძოლა და სხვისი გამარჯვება კორუფციასთან ბრძოლაში. ერთადერთი მათ აწყობდათ თავიანთი ბრძოლა და თავიანთი გამარჯვება კორუფციასთან ბრძოლაში. მე როგორც იურისტი, უშუალო საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი, მუშაობდი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პროკურორთან, ეს იყო კაცი, რომელიც იყო ნიუ-იორკის მერის ჯულიანის ერთ-ერთი გვერდში მდგომი, როდესაც ჯულიანი კორუფციას ებრძოდა ნიუ-იორკში. მასთან ერთად ჩვენ შევიმუშავებთ ანტიკორუფციული სამსახურის კანონი და კანონ პროექტს შეხვდა უსასტიკესი წინააღმდეგობა კი არ შეხვდა. უსასტიკესი წინააღმდეგობა იქამდეც კი, რომ თედო ჯაფარიძესა და მიხეილ სააკაშვილის შორის ლამის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი იყო სასტიკი წინააღმდეგი ამ კანონ პროექტისა. მე ძალიან კარგად მახსოვს შემდგომი პერიოდის პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის საუბარი, რომ ჩვენ არ გვინდა შევარდნაძის და საჯაიას კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენ გვინდა ჩვენს მიერ კორუფციასთან ბრძოლა. არის ხოლმე ესეთი მოსაზრება. ის მაგარია, იმან ყველაფერი იცის. ჩვენ ვერ ვერკვევით სიტუაციაში, თორე იმან ყველაფერი იცის, ის აკონტროლებს. ასეთი წარმოდგენა იყო შევარდნაძეზე, რომ მან იცის. მან ახლა მსოფლიო პოლიტიკა დაალაგა და გერმანია გააერთიანა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკა და არიქა ამერიკასთან სიტუაცია და რაღაც ზღაპრები, მან ყველაფერი იცის, ის დაალაგებს. მან ვერ დაალაგა ეს მომენტი, ის ვერ გამოვიდა პირველ რიგში იმ გარემოცვიდან, რომლის წიაღშიც შექმნა მან კარიერა, ვერ გამოვიდა იმ მენტალიტეტიდან და ვერ გაუძლო იმ შემოტევებს, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვეღარ აკონტროლებდა ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე, ყველა საკუთარი ჯიბის თუ ხაზინის, ასე ვთქვათ, გამდიდრებაზე იყო ორიენტირებული, კლასიკური ჭაობი იყო და ნუ ვიტყვით იმას, რომ უბრალოდ ნუ დავიჯერებთ ბოლომდე იმას, რომ შევარდნაძემ ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთა. შევარდნაძე ბოლოს გახდა სიტუაციის მძევალი. შევარდნაძე არ შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იყო ბოლო 11 წლის განმავლობაში, მაგალითად პოლიტიკურ ასპარეზზე. საზოგადოება თვლიდა, რომ 30 წელი იყო უკვე ქვეყნის სათავეში. შევარდნაძეს პირადად ჩემთვის ამის თაობაზე ქონია საუბარი, რომ აი
მე მესმის ამ ხალხისო რა. უკვე ხوار შეიძლება ამოვიდათო ამათაცო და ესენიო ფიქრობენო რომ ყველაფერი ჩემი ბრალიაო და ახსოვთო რომ აღარ დამთავრდაო ეს დრო რა. და თვითონაც კარგად ქონდა ეს გაცნობიერებული რომ აი ესეთი ხანგრძლივ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში და გადამწყვეტ მონაწილეობას ასაკვირველია ქონდა გავლენა საზოგადოებას. ძალიან დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა არა სააკაშვილის ან ჟვანიას მომხრეები იყვნენ, ან შეცვლის მომხრეები იყვნენ, რომ ისინი თვლიდნენ რომ უკვე ეს 30 წლიანი რაღაცა ვითარება უნდა შეცვლილიყო, გესმით? შევარდნაძე დიდხანს ორჭოფობდა აი ამ ორ ბალანს შორის. ერთის მხრივ არ უნდა ძალაუფლების დატოვება, მაგრამ მეორეს მხრივ ის ასე თქვა სტატუსი რაც მან 92-ში მიიღო დასავლეთისგან, რომ ეს არის დემოკრატიული ასე თქვა ლიდერი, ესეც ძალიან ენანებოდა. ამიტომაც მას არ შეეძლო გაეკეთებინა რომ ჟვანია და სააკაშვილი ციხეში ვერ ჩაყრიდა, იმიტომ რომ მაშინ გამოვიდოდა ევროსაბჭო და იტყოდა რომ ეს არის დიქტატორი, ამისი მას ჭირივით ეშინოდა და ეს არ უნდოდა. და საბოლოო ჯამში ამიტომაც დათმო ძალაუფლება. შევარდნაძე ჩემი აზრით მაინც შეცდა ერთ რამეში რომ აი რითი განსხვავდებიან რუსები და ამერიკელები. რუსებს თუ უნდათ რომ ვიღაცა ჩამოუგდონ პირდაპირ ეუბნებიან პაშოლტი ნატრიბუკვი. ამერიკელები ესე არ ამბობენ. ამერიკელებმა მას უთხრეს, კარგი იქნება, მე ამას სააკაშვილსაც ეუბნებოდნენ, თუ დემოკრატიულად მოხდება ძალაუფლების გადაცემა, ბეიკერის ფორმულა, კარგი იქნება ოპოზიციასაც გაუხსნათ შესაძლებლობა რომ მან მეტი მონაწილეობა მიიღოს. შევარდნაძემ წაუყროვა ამას და ეს მას ზვირად დაუშვა. ამას რომ ვერ მიხვდა შევარდნაძე რომ აი ყველა სულ ამისთვის წამგებიანი იყო ერთის გარდა. ეს იყო წასვლა, ისე როგორც წავიდა ლანძბერგის, ისე როგორც წავიდა ვალენსა, ისე როგორც წავიდა ჰაველი. ამიტომაც მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებს შურდათ, რომ ჰაველი დაცვის გარეშე დადიოდა უკვე როგორც პრეზიდენტი აღარ იყო პრაღის ქუჩებში და სვამდა ყავას. და არ მიდიოდა არც კმარა და არც ზონა და რა ვიცი ეს ახალგაზრდული ორგანიზაციები და პანღურს არ ურტყავდნენ. ეს არის პოლიტიკური ფასი გადაიხადა ჰაველმა ამაში და ვალენსამაც. რომ წავიდნენ ძალაუფლებიდან და არ დატოვეს თავისი იუსტიციის საბჭოები და მურუსიძეები და სუსები და ფორმალური და არაფორმალური მმართველობები. წავიდნენ, დაიხურეს ხუთი, წავიდნენ. რუსთავი ორის დახმარებით ბოლნიში სააკაშვილმა მოახერხა ასეთი რამ, რომ იქით იყო მოძალადე და თავი მსხვერპლად წარმოაჩინა. აი ეს იყო სააკაშვილის მიზანი, ძალადობის ლეგიტიმაცია და მოძალადის მსხვერპლად წარმოჩენა. ანუ გადატრიალება ასეთ. და ასე ვთქვათ, არა მარტო მსხვერპლის მანტიის მოსხმა, არამედ ცრუ მოსხმა მანტიის. იქით მოძალადეობა. ეს მიმართულება იყო სააკაშვილის. ეს არის ამის ფესვები არის გერმანული ნაციზმი, იტალიური ფაშიზმი და მოიერიშეთა მოძრაობა. ეს არის ნახევრად შეიარაღებული მოძალადე ზონდერ ჯგუფები. ზონდერი ხო ნაცისტური ტერმინია. ეს ნაციზმიდან მოდის. ზონდერ კომანდა ეს ნაციზმია. ყველა დიდი პრობლემა ეს იყო, რომ შევარდნაძე ვერ გრძნობდა პიარის ასახს დანიშნულებას და მნიშვნელობას. როგორც ვერ ერკვეოდა ეკონომიკაში, როგორც უკვე გაუჭირდა საერთაშორისო პოლიტიკაში გარკვევა, მით უმეტეს პიარის თვალსაზრისით, იგი ნაკლებად ემორჩილებოდა მას. გახსოვთ თქვენ მისი ერთ პერიოდში შეიძლება რაღაც კარგი და მნიშვნელოვანი ორშაბათის რადიო ინტერვიუ, მაგრამ მე მოსაყირჭებელი და უკვე სახუმარო და სამასხარაო დარდუბალას თქვათ ელემენტად იქცა. მე გახსოვთ ეს ღია მთავრობის სხდომები, რომელზედაც მე მაგალითად მთავრობის წევრი ვიყავი და რატო ვიჯექი მთავრობის სხდომაზე, დღესაც ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ჩემი თემები საუბარი იქ არ შეიძლებოდა, ვიჯექი ყოველ ოთხშაბათს ამ მთავრობის სხდომაზე, ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე მახსოვს, მთელი მთავრობის სხდომა მიუძღვნეს ციფრულ რევოლუციას საქართველოში და მახსოვს სკობან არჩემაშვილს გადაულაპარაკე კიდეც რომ მივთხარ ჩვენ ხო შეგვეშალა ეს ჩვენი მთავრობის სხდომა თუ რაღაც სხვა მთავრობის სხდომაზე მოხდით. ნუ ძალიან კომიკური სახე მიიღო ამანდა. წმინდა ადგილი ჭყალებში ცარიელი არ რჩება და დარდუბალამ შეავსო ეს სივრცე, დასაცინდა საქილიკო გახდა ეს სივრცე. გამასხარავდა მთელი ხელისუფლება დაკარგა ავტორიტეტი. ფული რა თქმა უნდა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მაშინაც იყო. მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დაფუძნების მომენტში რაიმე მნიშვნელოვანი დაფინანსება სააკაშვილს ნამდვილად არ ჰქონდა. მე ეს ვიცი, იმიტომ რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი ამ მოძრაობის. მეცაც გეტყვით, ისე მოხდა, რომ პირველი ოფისი ბერიძის 9 ნომერში, რომელიც აიღო ნაციონალური მოძრაობა, მისი 3 თვის ქირის ფული მე გადავიხადე.
და სააკაშვილი ამას არ გააკეთებდა, მას სხვა საშუალებები ჰქონოდა და დაფინანსების სხვა წყაროები. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შეხვდა ჯორჯ სოროს და მაშინ გაჩნდა დაფინანსების სერიოზული წყარო. აი მომენტიდან რაიმე პრობლემები პარტიის დაფინანსებაში უკვე აღარ იყო. ჩვენ თვითონ უცნაური ვითარება, მე ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ მაშინაც არსებობდა ეს კანონი, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც კრძალავს უცხოური ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებას. მაგრამ მაშინაც და დღესაც არის უცხოური ორგანიზაციები, მეცაც გეტყვით. არა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ან უცხოელი ბიზნესმენები, არამედ არსებობს უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად USAID, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში ოფიციალურად აფინანსებს, გრანტებს გასცემს გარკვეული საქმიანობისთვის. ესე რომ ერთის მხრივ არსებობს კანონი, რომელიც ამას კრძალავს, მეორეს მხრივ არსებობს პრაქტიკა, რომელიც, ასე ვთქვათ, ამ კანონის უგულებელყოფას ახდენს. ასე იყო მაშინაც, სამწუხაროდ ასეა დღესაც. ამ ეტაპზე წინ იწევს ეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორი, რომელიც ფინანსდება 1000 ფულებით საზღვარგარეთთან, ძირითადად ეს არის დასავლური ფულები, მოდი ასე ვთქვათ, სახელმწიფო სექტორიდან ეს არის ეგრეთ წოდებული NDI-ის და IRA-ის, ანუ რესპუბლიკური პარტიისა და დემოკრატიული პარტიის მიერ გაწეული ხარჯები და მესამე მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, მკვლევარი ყველაფრის ამისა ეს არის სოროსის ფონდი. გარდა ამისა სხვა მრავალი საერთაშორისო ფონდები, საერთაშორისო გამჭვირვალობის სახით და ასე შემდეგ. ის რომ რაღაცნაირად ეს იყო ერთიანი პროცესი ერთ დიდ გეოპოლიტიკურ ცივცეში, ახლა ეს შეურაღებული თვალებითაც ჩანდა და როცა 2 და 3 მსგავსი მოვლენა მიმდინარეობს, ბუნებრივია ადამიანები ეცდებიან, რომ კავშირი დაძაბულონ ამათ შორის და ლოგიკურია მათ შორის კავშირი. იგივე კმარაც რაღაცნაირად იყო ნამდვილად კარგად დატრენინგებული, ეს არ იყო სპონტანური, ეს იყო დაფინანსებული ორგანიზაცია, ეს იყო დატრენინგებული ორგანიზაცია, ძალიან მკვეთრი სუბორდინაციით და ძალიან ზუსტი სტრატეგიით და ტაქტიკით, რომელსაც ყოველ კონკრეტულ მომენტში ხელმძღვანელობდნენ და რომელიც ხშირად შექონდა გარდატეხა მთელი მოვლენებში. ყველაზე ცნობილი, ესე იგი, რაც თქვა საზოგადოებას დაამახსოვრდა, იყო პროექტი კმარა. რეალურად ეს არ იყო ორგანიზაცია, ეს იყო პროექტი, რომელიც განახორციელა ალპემ და მისმა ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ 715,000 ამერიკული დოლარით იყო ეს პროექტი დაფინანსებული. როდესაც მე ვკითხე გიგა ბოკერიას, რა არის ეს კმარა? ამიხსენით მე. გიგა ბოკერიამ პასუხა, რომ არაფერიო, ნანაო, ეს არის აბრევიატურაო. და ნიშნავს, რომ კოალიციას მართალი არჩევნებისათვის ეს არის კმარაო. და პროექტის დამთავრების მერეც კმარას აღარ უარსებია. კმარას მიზანი იყო, ესე ვთქვათ, აი არეულობების მოწყობა, შეურაცხყოფების მიყენება თანამდებობის პირებისთვის, უფრო ესე ვთქვათ, ძალისმიერი უწყების წარმომადგენლებისთვის, საღებავების სროლა მათზე, ანუ დაცინვა, შეურაცხყოფა, დამცირება, ანუ ნიადაგის მომზადება იმისა, რომ ეს ადამიანები ქვეყანას ვერ მართავენ, მათ არ გააჩნიათ ძალაუფლება და რომ ეს არის უკვე მოყანყალებული და მომპალი სისტემა, რომელიც უნდა დაიშალოს. რაც თავარია, მე დაველაპარაკე ქალბატონ რუსუდან ბერიძეს, რომელიც მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით შევარდნაძის აპარატში და მე ვუთხარი, რომ მზადდება გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს, იმიტომ რომ ისეთი ადამიანებით ჯერ ერთი რომ თავისთავად გადატრიალება არის, მე ვუთხარი, საშიში პროცესი და მით უმეტეს ისეთი ადამიანების ჩართულობით, რომლებისთვისაც ნებისმიერი გზით და ნებისმიერი ფორმით მიზნის მიღწევა არის გამართლებული, ასეთი საზოგადოება მონაწილეობს შიგმეთქი და ძალიან გთხოვთ მეთქი, როგორმე გააგებინეთ მეთქი შევარდნაძეს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი პროექტების დაფინანსება არ ხდებოდეს მეთქი. და შემდგომ შევარდნაძემ იმის მაგივრად რომ ემოქმედა შესაბამისად და რაღაცნაირად ეს პროცესები შეეჩერებინა, მან გააკეთა, ესე ვთქვათ, ესეთი განცხადება, ჩვენო სამოქალაქო საზოგადოებიდან მოგვაწოდეს ინფორმაციაო, რომ თითქოს და სოროსის ფონდი სახელმწიფო გადატრიალებებს დაფინანსებსო, მე უშუალოდ ვესაუბრეო სოროსო და მან მითხრაო, რომ არაო, რას ამბობთო, ჩვენო გადატრიალებას კი არაო, ახალგაზრდებს ტრეინინგების პროგრამებს უფინანსებთო, რათაო აქტიური რო იყო საზოგადოება არჩევნებში, ჩვენო ამას ვაფინანსებთო და ეს არასწორი
ინფორმაციაო და ფაქტიურად შევარდნაძემ თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მეო არასწორი ინფორმაცია მომაწოდესო და ამას ერთად უყურებდით ფაქტიურად მე გიგაბოკერია და ლევანიც იქ იყო, როდესაც ტელევიზორში ეს განცხადება კეთდებოდა, ნუ გადმომხედეს მიხვდნენ, რომ ეს ინფორმაცია იყო ჩემგან და მე ვუთხარი, რომ მე ამასთან დაკავშირებით გაგიცხადეთ მეთქი, რომ არა ვარ თანახმა, რომ გადატრიალების გზით ხელისუფლება შეიცვალოს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს მხარდაჭერა საზოგადოების, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არავითარ შემთხვევაში გადატრიალების გზით და ეს იყო, რომ ჩვენი გზები გაიყო. ტარდებოდა ძალიან სერიოზული სემინარები, ტრენინგები, ასაკურველი ამაში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯებოდა, როგორც უცხოელი ტრენერები იყვნენ, ისე საქართველოში მაცხოვრებლები, როგორც აკადემიური წრეებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან. რა თქმა უნდა, ამას ჭირდებოდა თანხები და ეს თანხები მოდიოდა. ჩვენ ამის თაობაზე შეიძლება სრული და ამომწურავი არა, მაგრამ ინფორმაცია გვქონდა და ასაკურველი ეს ინფორმაცია პრეზიდენტსაც ხსენდებოდა. თავისუფლების ინსტიტუტი უფრო პოლიტიკური პარტია იყო ვიდრე არასამთავრობო სექტორი, ოღონდ იმ გაგებით, აი think tanks რომ ეძახიან, ხო, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში გავლენის მოხდენას ცდილობს. და თავისუფლების ინსტიტუტმა მოახერხა მყარი კავშირების დამყარება შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებთან, სწორედ ამის გამო აღიქმებოდნენ, თქვათ, პროდასავლური პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ჯვანიას გუნდის მხრიდან, როგორც ასე ვთქვათ, მოკავშირე და როგორც საერთო, ასე ვთქვათ, ლიდერის წარმომადგენელი მათ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ესენი ინფორმაციასაც აწვდიდნენ, ვთქვათ, შეერთებულ შტატებში და დასავლეთში, ოფიციალური სახითაც თუ არაოფიციალური სახითაც და მათი შეფასებები იქ აღიქმებოდა როგორც სერიოზული ინფორმაციის წყარო. ამიტომ, ასე ვთქვათ, რომელი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი წამოიწევდა წინ დასავლეთის თვალში, მნიშვნელოვნად ამ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებზე დამოკიდებული იყო. ერთგვარი მაკონტროლების ფუნქციაც ჰქონდათ მათ, ხო? რამოდენიმე ორგანიზაცია პირდაპირ იყო შექმნილი იმისათვის, რომ დაფინანსება წასულიყო ამ გადატრიალებაში. ესეთი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ორგანიზაცია, რომელიც მე ვიცი, რომ არსებობდა ამ მიზნით, ეს იყო აირისი, რომლის ხელმძღვანელი თავდაპირველად იყო დათო უსუფაშვილი, შემდგომ იყო გია გეწაძე. და ეს ორგანიზაცია ზუსტად პირდაპირ მნიშვნელობით რევოლუციის მეორე დღიდან უკვე აღარ არსებობდა. არადა ეს იყო ორგანიზაცია, რომელსაც ერთი წლით ადრე მიღებული ჰქონდა 14 მილიონიანი გრანტი. დღემდე არავის მოუკითხავს, რას აკეთებს დღეს ალპე, რომელმაც $735,000 აიღო აი ამ პროექტში, რომელსაც კვარა ქვია და მას კიდე სხვა პროექტებიც ჰქონდა დაფინანსებული. იმ პერიოდის საქართველოსთვის ეს თანხები საკმაოდ სოლიდური თანხები იყო. ეს ორგანიზაციები შეიქმნენ და დაფინანსდნენ ერთადერთი მიზნით, რომ მათ ესე ვთქვათ, ისინი გამხდარიყვნენ ფინანსური წყარო სახელმწიფო გადატრიალებისა. შევარდნაძემ ბოლო პერიოდში, როდესაც გართულდა სიტუაციები და ეს არის 2003 წლის 23 ნოემბრის წინა პერიოდი, რამდენიმეჯერ შეაგინა კიდეც ამერიკელებს მისი გინება სულ ორჯერ სამჯერ გაგონილი და ისიც კი მოხდა, რომ მას თქვა კოლინ პაუელი ეძებდა დასალაპარაკებლად და მან კოლინ პაუელს არ უპასუხა. ცნობილი ამბავი არის, რომ ხალხს რისი გაგონებაც უნდა ყოველთვის ის ესმის. იმ დროს, აი, სულ სააკაშვილს გამოიფატრა შევარდნაძის რომელიმე მინისტრი შუა რუსთაველზე და ფილტვები დაეყარა რუსთაველის გამზრზე, მაინც ესე გაშუქდებოდა, რომ შევარდნაძის მინისტრი იყო დამნაშავე. იმიტომ რომ არ არსებობს როგორც ცნობილი გამონათქვამი არის უფრო ძლიერი ძალა ვიდრე იდეა, რომლის დროც უკვე მოვიდა. აბა გაბედეთ და ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნით ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია არარეზიდენტის სტატუსით და პროკურატურის თანხმობის გარეშე მოხდეს მისი დაფინანსება. როდესაც ზუსტად გადმოწერილი ამერიკული და მსგავსი კანონპროექტი უბრალოდ ჩვენი იურისტის მეშვეობით გავავრცელე, ისე რომ მე შესაძლებლობა მქონოდა გარედან დავკვირვებოდი, ისეთი ამბავი ატყდა, ნუ ახლა ამ იურისტის ჯვარზე გაკვრა ხომ მოითხოვეს იმ წუთას და ჩემი იმპიჩმენტი, ანუ მე გადავრჩი ჯვარზე გაკვრას და როდესაც შევარდნაძეს უთხარი რა ესე მოვსინჯე მეთქი და ასეთი ამბავი გამიკეთეს. შევარდნაძემ ეს ცალყურში რო იტყვა შეუშვა მეორეში გამოუშვა, ანუ წააგე მითხრა, ესე იგი შენ ვერ მოახერხე ამას, მაგრამ მე როგორ მოახერხებდი ამას, როდესაც ამას უმრავლესობას კი არ უჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის გუნდი მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი იყო ძალიან დაბალი,
ამ ფონზე მინდა ვთქვა, რომ ესეც იყო გარკვეულწილად ხელოვნური, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ისეთი ძლიერი, როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, არასოდეს არ ყოფილა. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად იყო თავისუფალი მედიაც, რომელიც რევოლუციის შემდგომ თქვენ კარგად იცით და ჩვენმა მაყურებელმაც, რომ ეს თავისუფალი მედია აბსოლუტურად გაქრა. როდესაც ხელისუფლებები არიან ძლიერი საქართველოში, ისინი მოქმედებენ აქტიურად საარჩევნო ადმინისტრაციაზეც, ადმინისტრაციულ რესურსზეც და შედეგი დგება თვალსაჩინო, ანუ ხელისუფლება ყოველთვის იგებს დიდი უპირატესობით. მაგრამ იმ პერიოდის ხელისუფლება იყო სუსტი. იმ პერიოდის ხელისუფლება უკვე იყო გალანძღული, იმ პერიოდის ხელისუფლება იყო უკვე ზიზღის დონემდე მისული, ასე ვთქვათ, საზოგადოების თვალსაზრისიდან და მას არ შეეძლო რომ თეთრი შავა წარმოეჩინა. არჩევნები იყო საქართველოში ისეთი პროცესი, რომელიც როგორც არ უნდა ჩაგეტარებინათ, ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაცა, რომელიც იტყოდა, რომ ბიჭებო ბორში მატლებია, როგორც თქო დაიწყო, ეს ამ არჩევნები არ მჯერა და ეს იქნებოდა პოპულარული. ანუ ადამიანები ამ არჩევნებს უყურებდნენ, თუ ის დაემთხოვდა მათ სურვილებს, მაშინ ეს იქნებოდა მისაღები. და თუ ეს არ დაემთხოვდა მათ სურვილებს, არ იქნებოდა მისაღები. ეს ტყუილი არ არის, როცა ამბობენ, რომ ხელისუფლება არ წერდა, ერთი ვიწრო ჯგუფი წერდა არჩევნების შედეგებს და ის ვიწრო ჯგუფი პირველი შემთხვევა იყო მათთვის, როცა მათ ვერ დაწერეს შედეგები 2003 წლის არჩევნები და ამას მოყვა რევოლუცია. მანამდე ეს იწერებოდა ძალიან მარტივად. ეს აღარ მოხერხდა 2003 წელს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ იყო ასეთი, რომ გაყალბებულიყო და ციდან და ჰაერიდან აღებული ჩანაწერები ჩადებულიყო რეალურის ნაცვლად, ერთი ეს, მეორე ის, რომ იმხანად ახალი მიღებული იყო საარჩევნო კოდექსი, რომელიც აღარაფრის საშუალებას არ ტოვებდა. მათ შორის იმისას, რომ CSGO-ს რეაგირების საშუალებაც კი არ ჰქონდა, უბნის შედეგების გაუქმების უფლება აღარ ჰქონდა CSGO-ს. არც ოლქის. ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ სასამართლოს გავლით. CSGO-ს რჩებოდა ერთადერთი რამ პროცესის ადმინისტრირება, რომელიც იყო ადმინისტრირებული და მოსული შედეგების შეჯამება და საბოლოოდ ციფრის დასმა. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს მხოლოდ. ეს გაყალბება ბევრად უფრო ადრე იწყება და რომ უფრო ადრე იწყება, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჯერ არც არჩევნები იყო დანიშნული, არც CSGO-ს თავმჯდომარე იყო დამტკიცებული და 6-8 თვით ადრე უკვე დაიწყო ისტერიული ფონის შექმნა, რომ არჩევნები გაყალბდება. საიდან ისი წინასწარ რომ გაყალბდება, მე ვიცი საიდან იცოდან, იმიტომ თვითონ აყალბებდნენ წლების განმავლობაში არჩევნებს და ამიტომ ამბობდნენ. მაგრამ რეალურად ამის არანაირი ნიშანწყალი იმ წუთში არ არსებობდა. საუბნო კომისიაშიც პარტიების წარმომადგენლები არიან და ადგილებზე ხშირია მათ შორის გარიგება. ეს ყოველთვის ხდებოდა და დღესაც ხდება და ცალკეული მაგალითები ხმაურდება კიდეც. აი იქ თუ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი გაურიგდა, მაგალითად სახელმწიფო პარტიას ან რომელიმე სხვა ძლიერ პარტიას ხომ და მოილაპარაკეს, რომ არ შეიმჩნიონ გაყალბება ან არასწორი დათვლა და ასე შემდეგ, მან манипуლირება თავისუფლად შეუძლიათ. ახლა როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამას? და ჩვენ ამას დაუპირისპირდით პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა საუბნო კომისიის ბიულეტენების გახსნას დაკმაყოფილდა და გადაითვალა თავიდან. არაფერი მსგავსი არც 2003 წლამდე, არც 2003 წლის არჩევნების შემდეგ აღარ მომხდარა. დასკვნები თავად გამოიტანეთ. სიების საკითხი. ჩვენ მიუხედავად ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგვევალა სიების გადამოწყვება თუ შეიძლება ასე ითქვას და უზარმაზარი სამუშაო გაიწია ამ თვალსაზრისით. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენ სხვა რამეს ვაწვდიდით შესაბამის სამსახურებს, ისინი სხვა სიებს დებდნენ. ძალიან საინტერესო იყო მაგალითად სწორედ ის ჯგუფი, რომელიც კრებდა ამ სიებს, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემდეგ ამ სიებზე მუშაობდა. ესეც არავის შეუსწავლია და მოუკლევია სამწუხაროდ, ჩვენ ამის დრო აღარ დაგვჭა უკვე, იმიტომ რომ დავტოვეთ თანამდებობები. თუ გავიხსენებთ ჩვენ ვინ ამზადებდა სიებს და როგორი იყო საერთოდ ეს მექანიზმი. საერთაშორისო ორგანიზაცია IFS-ი მუშაობდა ამ საკითხზე, გაფორმებული იყო ესეთ მემორანდუმი საქართველოს მთავრობასთან. იქ ერთი საინტერესო პუნქტი იყო, რომელსაც მაშინვე მიიქციეს ჩემი ყურადღება. უბრალოდ მე რომ მივედი CSGO-ში, ეს უკვე ჩავლილი ამბავი იყო და დასრულებული. იქ ეწერა შავით თეთრზე, რომ კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც იქმნება ამორჩეულთა ელექტრონული სიები, არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის საკუთრებას. წარმოადგენს IFS-ის საკუთრებას. ანუ
პროგრამულად იყო იქ უკვე ისეთი ხარვეზები დაშვებული, რომელსაც უნდა გამოეწვია ქაოსი არჩევნების დღეს. არადა ამ სიაზე იმუშავა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. მე მაინც გავუშვი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და უბნების მიხედვით, აი უბრალოდ კარდაკარ გადავამოწმებინა ეს სიები და სრულიად გაწმენდილი, გასუფთავებული ეს სიები. მაშინ დიდუბეში გამოფენის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე იყო ის ცენტრი, რომელიც ამუშავებდა ამომრჩეველთა სიას. შევიტანეთ ეს გასწორებული მონაცემები და სერვერმა დაგვიბრუნა იგივე სია. აბსოლუტურად, რომელშიც ძალიან ბევრ ამომრჩეველს გვერდზე ეწერა 1800 პირველი წელი დაბადების წლად. ეს 1800 პირველი რატო იყო ჩადებული? ეს იყო კიდევ ერთი საბაბი, ამას უნდა მოყოლო და ერთი ამბავი და დაცინვა და ესე წარმოიდგინეთ 1800 პირველ წელს დაბადებული ადამიანები მონაწილეობენ არჩევნებში და ასე შემდეგ. წინასწარი სამუშაოები წლების განმავლობაში ტარდებოდა. მომზადებული იყო მედია კამპანია, მომზადებული იყო არასამთავრობო სექტორის დაწყებული ამორჩევლის ინფორმირების ბჭყალებში პროექტებიდან დამთავრებული ხალხის ქუჩაში გამოყვანით. ამაში ყველაფერში იყო ფული ჩადებული და უნდა გითხრათ, სანაკებოდ იყო ეს ყველაფერი მომზადებული. მაგრამ საუბედუროდ ამ მთელი ამ მომზადებული პროცესით ძალიან კარგად ისარგებლა მიხეილ სააკაშვილმა და მოიშორა კიდევაც ის ადამიანები ეტაპობრივად დაწყებული ზურაბ ჟვანიათი, სხვადასხვა გზით მოიშორა, ვინც ასე ვთქვათ ემზადებოდა შევარდნაძის შემდეგ ხელისუფლებაში მოსასვლელად. აი ეს არის არც თუ ისეთი ლამაზი და მიმზიდველი და ალბათ ბევრისთვის არასასურველი სიმართლე დღესაც კი. შევარდნაძესთან იმ პერიოდში მე ვილაპარაკე სულ 3ჯერ და სამივეჯერ საკითხი ეხებოდა იმ ტრანშებს, რაც ბიუჯეტიდან უნდა წამოსულიყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმიტომ რომ პროცესი არ შეფერხებულიყო, იგივე ურნების შეძენა, ბიულეტენების ბეჭდვა და ასე შემდეგ. ეხლა არ მინდა ძალიან ისე გამომივიდეს, მაგრამ არასოდეს არ უკადრებია შევარდნაძეს ჩემთვის რამე ისეთის თქმა, რაც ან ჩემ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, ან კანონს ეწინააღმდეგებოდა. საზოგადოდ ეს გამორიცხული ამბავი იყო და მე ძალიან მაინტერესებს, ახლა შევარდნაძემ თხოვა რომ 20% დამიწერე, მეტი არაო? და მე გეტყვით რომ ეს იყო შევარდნაძის მიუტევებელი შეცდომა, მთელი მაგისი უშიშროება და ექსპერტი და ყველა გამოჩნდა რომ არავის რომ არაფერზე წარმოდგენა არ ქონდა. ბოლისიც რომ გაეუქმებინათ და ფსიქოლოგიური მოტივი იყო, ერთი მანდატიც რომ ეჩუქებინათ სააკაშვილისთვის. დარწმუნებული ვარ რომ რევოლუცია არ მოხდებოდა. CSKO-ს არ აქვს უფლება არც უბნის შედეგების გადახედვის ან გაუქმების, არც ოლქის შედეგების გადახედვის და გაუქმების. არსებობს მხოლოდ სასამართლო გზა. ამ გზას მათ არ მიმართეს. ანუ მაშინდელი ოპოზიცია მყავს ხედველობაში. და ეხლა მე როგორ უნდა გამეკეთებინა, ესე იგი უნდა დამერღვია კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, ყველა კანონი და ამეღო და ხელით გადამეწერა? ეს წარმოუდგენელი მოთხოვნა იყო. მაშინ თვითონაც კარგად იცოდნენ, იმიტომ რომ მონაწილეობდნენ საარჩევნო კოდექსის მიღებაში, რომელიც ამის საშუალებას უბრალოდ არც აძლევდა ვინმეს და რომც ყოფილიყო მე ამას რა თქმა უნდა არ გამოვიყენებდი. მე არ ვიცი რამხელა იქნებოდა დაუშვათ ცდომილება ძალიან ობიექტურ არჩევნებსა და დაუშვათ იმ დროიდელ არჩევნებს შორის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ მე ვთვლი რომ აი შესაძლებელია მაგალითად იმ პარტიებს შორის, რომლებიც 20%-ს აცდნენ, 2-3%-იანი ყოფილიყო ამპლიტუდა, ხოლო ჟვანიას შემთხვევაში შესაძლებელია 9% მეტი ქონოდა, 9% ნაკლები. თუ ამ გადავავლებთ თვალს, ეს იყო არჩევნები, როცა პრაქტიკულად 6 პოლიტიკური გუნდი ხვდებოდა პარლამენტში და მართველ პოლიტიკურ გუნდს 20 თუ 22% ქონდა. ასეთი არჩევნები და ასეთი მრავალფეროვანი პოლიტიკური ელიტის ყოფნა პარლამენტში ერთგვარად ჩემი აზრით დემოკრატიულ პროცესებს ძალიან შეუწყობდა ხელს და ეს ვითარება ძალიან კარგად იქნა გააზრებული როგორც სააკაშვილის, ისე ჟვანიას მხრიდანაც, რომ ამ ვითარებაში მათ შანსები ექნებოდათ ნაკლები, ძალიან მცირე ექნებოდა შანსები, ამიტომ საჭირო იყო უფრო რადიკალური, უფრო სერიოზული გადაწყვეტილებები და პრაქტიკულად ვაბანკი, რომელ ვაბანკშიც მათ პირდაპირ გეტყვით ნაკლებად ფიქრობდნენ თავიანთ თანამებრძოლებზეც, საზოგადოებაზეც, მოხდებოდა ის, რაც მოხდებოდა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რევოლუციაზე, ჩვენ რევოლუციაზე რა წარმოდგენები გვაქვს, რა ვიცით ჩვენ რევოლუციის შესახებ. რეალურად თუ შევხედოთ, თითქოს ჩვენ თვალწინ ეს სიტყვა, რომელიც ესეთი პოპულარულია, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით რევოლუციაზე, იმიტომ ჩვენ რასაც ზეიმობდით დიდი ოქტომბრის რევოლუციას, ძალიან დიდი დრო დაჭირდა შემდეგ იმას, რომ მიხვდა ყარვითელი რევოლუცია იქ არ მოხდარა და მოხდა უბრალოდ გადატრიალება.
ვითარება თუ უწყობს, არ არის ამისთვის ახლა რევოლუციას რო ვამთრო, მთელი ახლა ქვეყანა დადგეს და ის მითი გადახორციელოს, რასაც საბჭოთა კავშირში ყოფოდა. შენ თუ კონკრეტულ სიტუაციაში მიიღებ უმრავლესობას და კონკრეტულად აიღებ ხელისუფლებას ხელში, მე ამას გინდა ხა რევოლუცია და არ ვქი და გინდა გადატრიალება. დაიწყო პირდაპირ ვაჭრობა, დაიწყო რაღაც გაუთავებელი თვლა, დაიწყო ერთმანეთში მოლაპარაკებები. სააკაშვილი ითხოვდა, რომ ჟვანია მისი დაჯგუფებით და ახალ მემარჯვენეები არ შეეშვათ. ამაზე მას ელაპარაკებოდა ავთო ჯორბენაძე. მე ველაპარაკებოდი ეროსი კიზმარიშვილს, რომ ეროსის არ გაემწვევებია სიტუაცია და იქნებ როგორმე სამართლებრივ ჭრილში გადაგვეტანა. სულხან პაპაშვილი ელაპარაკებოდა ჟვანიას, რომ ჟვანიას რაღაც სიტუაციები შეერბილებია, რომ სისხლის გულისკენ ეს ყველაფერი არ წასულიყო. ამის კოორდინირება შევარდნაძის მიერ არ ხდებოდა. და ბოლო თათბირი არის კმაყოფილი სახელით შედან, იმიტომ რომ შემორტყმული ჯარის ფონზე რაღაც კორიდორში უნდა გავატაროთ დეპუტატები და მათ უნდა გახსნან პარლამენტის ხდობა. წარმოგიდგენიათ ახლა ასეთი ან პარლამენტის ხდობა, ან ასეთი ქვეყანა. იარაღი იყო პარლამენტშიც. იყო კონკრეტული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც შემოვიდნენ პარლამენტში. და ჩვენ როცა მაგალითად იყო ესეთი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი გაგვეთავისუფლებია, ნუ სპეცდანიშნულების რაც გაეთავისუფლებია, ამაზე ხელი ავიღეთ, უთხარი კიდევაც შევარდნაძეს, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული მსხვერპლით, როცა მან მკითხა, ნუ მეუთხარი, რომ ხა პარლამენტის შენობის გათავისუფლება შტურმით, სპეცდანიშნულების რაზმით, როცა შიგნი არის შეიარაღებული კაცი, ეს არის ნიშნავს დაახლოებით 15-20 გარდაცვლილი და 50 დაჭრილი დაახლოებით, აი ესეთი ისა და ну, ეს პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც უნდოდა სააკაშვილს და რის თაობაზე ჩვენ იმთავითო გქონდა ინფორმაციები, მაგრამ გენერალურ პროკურორს ცხონებულ გაბრიჭიძეს თხოვენ სიტყვას და გაბრიჭიძე ეუბნება შევარდნაძეს, რომ ბატონ ედვარდ, თქვენ თუ მომცემთ ნებართვას, მე სანქციები გამზადებული მაქვს და დავიჭერ ეგრეთ წოდებული აი ამ რევოლუციის სამივე ლიდერს. ну ეს ჩემთვის ესეთი ის იყო და მე გადავხედე ბატონო ნუზა მეუთხარი ჯერ კიდევ თქვენი კოლეგის წევრი არის პირველი მოადგილე თქვენი ბიწაძე რომელიც არის მეუღლე ნინო ბურჯანაძე თქვენ არ წმნევთ პრეზიდენტს რომ ჯერთი პრეზიდენტს რატო ეკითხებით გენერალური პროკურორი სანქცია გაცეთ თუ არ გაცეთ ეს არის თქვენი პრეროგატივა მე მეორე თქვენ ეხლა პრეზიდენტს ეუბნებით რომ ქმარმა კოლეგიას განეხილეთ ეს საკითხი და თანხმობა მოგცათ ცოლზე სანქციაზე. უთხრე რატო ალაპარაკობთ ამას? რატო ატყუებთ პრეზიდენტს? ან რატო ნუ ვალერი, შენი აზრი ჩვენ ვიცით, კარგი, ნუ იცი, ხო ესეც მართლა შეუძლებელია, სანქცია არ არის საჭირო, აბა რა ვქნათ? ნუ კობანანჩი მაშინ უნდა თქვა, რომ მე უზრუნველყოფ იმას, რომ დეპუტატები შევლენ და ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ სხდომას გავხსნით. ჩვენ ვიცოდით, რომ მის მიერ შეძენილი იქნა ავტომანქანა, რომელი ავტომანქანაც უნდოდა, რომ სპეციალურად დაენაღმათ. შემდეგ ეს მანქანა უნდა აფეთქებულიყო, მაშინ შეიძლებოდა მჯდარიყო რომელიმე მისი დაცვის წევრი, თუმცა მასაც თქმა უნდა ეს არ ეცოდინებოდა და ეს იქნებოდა, ესე ვთქვათ, აფიშირებული იმგვარად, თითქოს ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის აფეთქება. აი ამაზე მიდიოდა ეს ადამიანი. შეტევა აბსოლუტურად იყო სააკაშვილის ინიციატივა, ოღონდ მან აქაც როგორც ყოველთვის თავის სიმხდალით გააკეთა ის, რომ წაიმძღვარა როგორც მღვდელმა გაპონმა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, თორე ეგ არის ნინო ბურჯანაძე და კითხეთ. შევარდნაძის მიერ არჩევნების ხელახალი არჩევნების არ დანიშნა, ეს იყო რა თქმა უნდა უკვე ბოლო წვეთი, რომელმაც შეუქცევადი გახადა პროცესი. თუმცა ამ პროცესის შეჩერება კიდევ იყო შესაძლებელი 23 ნოემბერს. მაშინ, როდესაც ესე ვთქვათ, პარლამენტში საპარლამენტო სესია გაიხსნა. მაშინაც კი რომ ესე ვთქვათ, დაენახათ რეალობა და სესია არ გაეხსნათ და იგივე ახალი მემარჯვენეები არ მისულიყვნენ, პარლამენტში შესვლა არ მოხდებოდა. ეს გადაწყდა ბოლო მომენტში, ბოლო წუთში, როდესაც ჩვენ ტელევიზორში დავინახეთ, რომ ახალი მემარჯვენეები მივიდნენ პარლამენტში. სააკაშვილი არ იძროდა იქიდან, იცოდა რა, რომ იქ kvორუმის პრობლემა იქნებოდა. როგორც კი kvორუმის პრობლემა მოიხსნა და ჩვენ ერთნიშნულოვნად ვთქვით, რომ ამ სქემაში ამ დღესაც არ ვეწერებით, ის დაიძრა ერთი მიზნით მხოლოდ, რომ არ უნდა მიეღო უფლებამოსილება, არ უნდა ეცნო
პარლამენტს, მანამდე უნდა მოეხდინა ეს ყველაფერი. ეგ მაინც უფლებამოსილებაც რომ ეცნო, მაინც მოხდებოდა ახლა საქართველოში გვახსოვს უზენაეს საბჭო უფლებამოსილებაც ჰქონდა, ყველაფერი მე დევნილობაში გააგრძელა მუშაობა, მაგრამ მან ეს იურიდიული მომენტისთვის უნდა მოესწრო ელემენტარულად და ამიტომ რაც შეეხება, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი. და ამიტომ ვერ მოასწრო, თორე შევერდოდა შეგნებულად კი არ გაუწელია თავის საუბრობლად იმ წუთისათვის არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა. ვისაც მოწონს, ვისაც არ მოწონს. თუ ვისაც მოწონს, მას ხო აქვს ამის უფლება. ვისაც არ მოწონს, მასაც ხო აქვს ამის უფლება. ამიტომ თქვი თუ არის ხელი მოგვეწერა ანტისახელმწიფოებრივ და მე ვიტყოდი სახელმწიფოს დამამხობელ სქემაზე. ჩვენ ვიყავით ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რომელიც ზუსტად კანცელარიის უკან იყო განლაგებული. ვისხედით ოთახში და ვუყურებდით პარლამენტის სხდომას. ნამდვილად არ ქონდა გადაწყვეტილი რა ნაბიჯს გადავდგამდით და რას ვიზამდით, მშელობა მიდიოდა, მაგრამ როდესაც დავინახეთ, რომ ახალი მემარჯვენეები მივიდნენ პარლამენტში, ჩვენ მივხვდით, რომ უკვე მოხდებოდა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, რაც მერე უკვე ჩვენ ჩაგვაყენებდა იურიდიულად და სამართლებრივად ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ანუ უფლებამოსილი პარლამენტის შემდეგ უკვე ბრძოლა საკმაოდ გართულდებოდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. მე მახსოვს, რომ მიშამ თქვა, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, სხვა გამოსავალი არ არის. თუ 7 ადამიანი იყო ფორმალურად კეჭისხა ჩატარდა, მაგრამ ამას ახლა არაფერი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ქონდა და არ შეცვლიდა. 4-3-ზე გადაწყდა, რომ უნდა დავძრულიყავით, ვიძურებით, აი ზედა ქუჩით ვიდივართ, მახსოვს სახანძროებით იყო ჩახეხბილი, იქ ნარჩემაშვილი მახსოვს ცოტა იქით გაიცდილობს რაღაც წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ მუშავდება პარალელური გეგმა, რაც ჩემთვის ოპერატიული ინფორმაციით იყო ცნობილი. სააკაშვილის დაჯგუფებაში რამდენიმე კაცი იქნებოდა იარაღით. თუ მოხდებოდა კორდონებთან შესკდომა და ხალხი ვერ გაარღვევდა კორდონებს, მობრუნებულ ხალხში მოხდებოდა უკრიდან გასროლა, მობრუნებულ კაცს წინიდან მოხდებოდა რამდენიმე სტყვია და მოგეხსენებათ შემდგომ იმის გარკვევას, ვისი ტყვია იყო, ექსპერტიზების ჩატარებას, ამის დრო არავის არ ეკნებოდა, მთავრობა ესროლა ხალხს და აქ დასრულდებოდა ყველაფერი. ყველაზე მინიმალური იყო, რომ მთავრობა გაიქცეოდა, ყველაზე ესეთი ტრაგიკულ მაქსიმალური იყო ჩაუშესკუს დასასრული ხელისუფლების გარკვეული უმაღლესი ფიგურებისათვის. პოლიცია უწევდა ნამდვილად წინააღმდეგობას, იქ რაღაცა იყო ხელკეტიც გამოყენებული, მაგრამ მასა დიდი იყო და რაღაცა დაუნდობელესროლა იქ ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ დაღმართზე ჩიტაძის ქუჩით რომ დავიწყეთ ჩასვლა იქ ხელები იყო აწეული, რომ აი თუ იარაღი გვაქვს. მივადგეთ პარლამენტს ზემოდან კარებს, ასე რომ მივადგებით ხელმარცხნივ, საითაც პარლამენტარები იყვნენ ყოფილი და საერთოდ ხუმათა დარბაზიდან უმოკლექსი გზა, სადაც არის. აი უკვე იყო რომ ვიღაცები ვიყავით პარლამენტარები, ვიღაცები არ ვიყავით, შეგვიშვით, აბა კარები, პოლიცია არ გიშვით, მაგრამ აბა პარლამენტარები ვართ და გააღეთ კარები, აი რატომ ეს ეწყებოდა, აბა გააღეთ კარები, აბა ესა და გაიღო კარები. მაშინ პირდაპირ ვამბობ, აი ეს გადატანითი მნიშვნელობით რო ვთქვათ, ხელისუფლება ეგდო ქუჩაში. ვინ დასტაცებდა ხელს, ამაზე იყო საუბარი. სააკაშვილმა დასტაცა იმ ფორმით, რომელიც შორს იყო არჩევნებისგან. 22 ნოემბერს შევიჭერით პარლამენტში, გახსოვთ თქვენ და 23-ში მოხდა რევოლუცია, შევარდნაძე გადადგა. ანუ ერთი ღამე ვითარება რჩებოდა გაურკვეველი და იქ მოვიდა ხმები, რომ შეიძლება თავდაცვის სამინისტრო დაიძრას, რაღაც სპეცნაზი დაიძრას და ასეთი ხმები ვრცელდებოდა და მახსოვს რომ მაშინ ზვიად ძიძიგურთან ერთად ავედით იქ ფურჯანაძის კაბინეტში იყო ხოლმე, ასე ვთქვათ, მთავარი შტაბი, იქ იყო სააკაშვილი, ჟვანია. ვკითხეთ რომ რა ვქნათ, რა გავაკეთოთ და ერთ-ერთი თხოვნა იყო მაშინ მისი რომ ეგება წახვიდეთ და ვისაც იცნობთ სამხედრო მეთაურებს დაელაპარაკოთ. მივედით სოსოსთან სახლში. სოსო იყო მაშინ საჩხერის ბატალიონის მეთაური. ცელი ტექსტი, პატეთიური რომ არ უნდა დავუღაროთ ქართველებმა ერთმანეთის სისხლი და შევარდნაძეს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა და გვისმინეს სოსომ კარგა ხანი და მე გაიღიმე და გითხრა რომ ნუ იღლებითო ტყუილა ბიჭებო. დამილეკესო მე საიდანაც საჭირო არის
უცხოეთის ერთ-ერთი საელჩოდანო და საერთოდ არ მაინტერესებს რას გვეტყვის თავდაცვის მინისტრი. არც ერთი ჯარისკაცი არ დაიძრება აქ და ჩვენო გვირჩიესო, რომ ჯარმა უნდა შეინარჩუნოს ასე ვთქვათ, ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ პროცესებში და რა თქმა უნდა იქ იყო 22 ნოემბერს ანუ შენ როცა ამბობ 22-ში უკვე დამთავრებული იყო. როგორც აღმოჩნდა, 40,000 ადამიანით 40,000 ადამიანმა შეიძლება შეცვალოს ქვეყნის ბედი და თავის თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რომ და ამან მერე დატოვოს მით უმეტეს თანამედროვე ტელევიზიის და ტექნოლოგიების პირობებში, ამან დატოვოს საერთო სახალხო მღელვარებისა თუ რევოლუციის შტაბში. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ეს 40,000 კაცი იზამს. თუ დანარჩენები მინიმუმ პასიურები არიან, ან გულში მაინც იზიარებენ იმ ძირითად მისწრაფებებს, მაშინ ეს სრულიად საკმარისია. პრაქტიკულად კომპრომეტირებულმა სააკაშვილმა უკრაინა ამ ხელა სახელმწიფო პრაქტიკულად კოლაფსის პირას მიიყვანა. და მე კიდევ ერთხელ ხვდა ვარ დარწმუნებული შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით. და 15 წლის უკან, როცა სააკაშვილის თავაზე საზოგადოება ამგვარად ინფორმირებული არ იყო. როგორ გგონიათ, შესაძლებელი იყო ხელისუფლებას იმაზე უფრო მეტი გაეკეთებინა, ვიდრე გააკეთა. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ აბსოლუტურად ზუსტად გქონდა ინფორმაცია, რომ ის თავის დაცვის წევრებს ავალებდა, რომ ვიღაცა აფეთქებიათ. ცნობილი ადამიანები მოეკლათ. სპეციალურად შეიძინა ავტომანქანა, რომელიც უნდა აფეთქებულიყო, რომ მე ეს ხელისუფლებას დაბრალებოდა. როცა ვიცოდით ის, რომ ადამიანი, რომელიც შეიძლება ყველაფერზე წასულიყო. პარტია და პოლიტიკური ძალა ლიდერთა ჯგუფი არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ძალისმიერი მეთოდით შევა პარლამენტში და აიღებს ხელისუფლებას, მისგან არ უნდა გაგიკვირდეს მერე, რომ კონსტიტუციასაც ძალისმიერი მეთოდით დაწერს, ბიუჯეტსაც ძალისმიერი მეთოდით და ასე ვთქვათ, შექმნის და დახარჯავს, ბიზნესსაც ძალისმიერი მეთოდით დაეპატრონება და ასე შემდეგ. ის ყველაფერი დაიწყო 2003 წლის ნოემბერში, უფრო ადრე მომზადდა, მაგრამ დაიწყო 2003 წლის ნოემბერში და გაგრძელდა წლების განმავლობაში. მე შემიძლია მოვლენების ჩემეული რეკონსტრუქცია მოვახდინო ასე დროს. რომ ასე დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, რა თქმა უნდა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს და ამერიკის ხელისუფლებას ჰქონდა განცდა, რომ ჟვანი არის მოკრული და ეს არ არის უბედური შემთხვევა. და სწორედ ამ დროს მოხდა ჯერ სააკაშვილის წინააღმდეგ პირდაპირ სააკაშვილის წინააღმდეგ დასკვნის დადება და შემდეგ ამ დასკვნაზე თვალის დახუჭვა. სააკაშვილის მხრიდან რაღაც გარანტიების მიღების შემდეგ. მე ეს განცდა არ მპოვებს დღემდე. ეს იყო პროცესი. დაიდო დასკვნა და შემდეგ ამ დასკვნაზე ლაპარაკი აღარ იყო. არსებობს ცნობილი რომაული გამოთქმა, ხო? როცა დანაშაული ხდება, ვის აწყობდა? ვის აწყობდა ჟვანიას სიკვდილი? ყველაზე მეტად აწყობდა სააკაშვილს.